გაერჯეძე წაისახა და მას დიდი და ძალიან ღირებული კვალი დაატყო. რა თქმა უნდა, ამ ადგილს საკუთარი დაღი საქართველოს ძნელობების პერიოდებმაც დაასვა. განსაკუთრებულად დავით კარაჯა დაზიანდა მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასის შემოსევების დროს, როდესაც უამრავი ბერი მოწამეობრივად აღესრულა, მაგრამ არ დათმო ქრისტეს რწმენა. მე-18 საუკუნე დავით კარაჯის ისტორიაში ერთგვარი განახლებისა და აღდგენის ხანა იყო. მე-19 საუკუნეში კი საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ეს არმარეც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა. კერძოდ ის თბილისის გუბერნიის თბილისის მაზრის ნაწილი გახდა. 1918-1921 წლებში დავით კარაჯის სამონასტრო კომპლექსი და მის გარშემო მდებარე ვრცელი მიწები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შემოდიოდა, თუმცა მასზე აზერბაიჯანიც ეცხადებოდა პრეტენზიას, მაგრამ კონტროლი კვლავაც ქართველთა ხელში რჩებოდა. ყველაფერი 1921 წელს შეიცვალა, ანუ მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და მისი ოკუპირება მოახდინა. იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა ხელისუფლებაში მრავალი ეთნიკურად ქართველი იკავებდა წამყვან პოზიციებს, არ უნდა ჩათვალოს, რომ დავა ამჯერად უკვე საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა. საზღვრების გამიჯვნის რამდენიმე წლიანი პროცესი საბოლოოდ საქართველოს არახელსაყრელად დასრულდა. თბილისის გუბერნიის თბილისის მაზრის სამხრეთ ნაწილი, გულისხმობ ყარაიას ველს და ასევე დავით კარაჯის სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილიც, მათ შორის ბერთუბანიც, საბოლოო ჯამში აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. ეს დაახლოებით 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია იყო. ასევე საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობაში შევიდა თბილისის გუბერნიის სილაღის მაზრის მცირე ნაწილიც. კერძოდ ის მიწები, რომლებიც მდინარე ივრის ქვემოწელზე მდებარეობს, მიგეჩაურის წყალსაცავის მახლობლად. და ბოლოს, რა თქმა უნდა, შევეხოთ სახეთალის ოკრუსაც, ისტორიულ საინგილოს. ამ ტერიტორიის გარშემოც არსებობდა დავა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ჯერ დამოუკიდებლობის პერიოდში და შემდგომ საბჭოთა ხანაშიც. ეს დავაც აზერბაიჯანს სასარგებლოდ გადაწყდა. ამჯერად ეთნიკური და დემოგრაფიული ფაქტორებიც მას სასარგებლოდ იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ოკრუგის მხოლოდ მცირე ნაწილი, ეგრეთ წოდებული წინამინდორი დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ნაწილია. სხვა მხრივ კი მთელი ისტორიული საინგილო გადაეცა და დაუმკვიდრდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. ასე რომ გახსოვდეთ, როდესაც სტალინის ქართველობაზე, მის პატრიოტიზმზე, საქართველოს სიყვარულზე დაიწყებენ ლაპარაკს, ეს ყველაფერი სიცრუეა. მან არაფერი გააკეთა ამ ტერიტორიული დავების საქართველოს სასარგებლოდ გადასაწყვეტად და პირიქით, საბოლოო ჯამში არ გამოიყენა ის ბერკეტებიც კი, რომელიც გააჩნდა, რათა უკვე მომდევნო პერიოდში, თუნდაც მაშინ, როდესაც მას აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა, ეს საზღვრები საქართველოს ოსეთის სასარგებლოდ გადახედილიყო. ამდენად ყოველგვარი საუბარი სტალინის პატრიოტიზმზე და ქართველობაზე სრული აბსურდი და შეიძლება ითქვას სისულელეც კი არის. ამის საპირწონედ სტალინისტები ხშირად ახსენებენ 1940-იან წლებში საქართველოს გადმოცემულ ტერიტორიებს ჩრდილოეთ კავკასიაში. გულისხმობ ჩეჩენ-ინგუშთა საცხოვრებელ არეალს, სადაც ახალხევის რაიონი დაარსდა და ასევე ყარაჩელთა და ბალყარელთა საცხოვრებელ არეალს, სადაც შემდგომში ქლუხორის რაიონი ჩამოყალიბდა. ამ რაიონებში ქართველები, მთის ქართველები იძულებით ჩაასახლეს. მაგრამ კითხვა ისმის, გვჭირდებოდა თუ არა ჩვენ სხვა ერების მიწები, იმ დროსაც საკუთარი მიწები ქონდა დაკარგული და რატომ უნდა ვამაყობდეთ იმ ისტორიული უსამართლობით, რომელიც მან ჩაიდინა 40-50-იან წლებში. ლაპარაკია სტალინზე. იმ დროს, როდესაც მას შეეძლო ჩვენი